მოგესალმებით, პატიცემულო, მეფუტკრეებო, ჩემი ვიდეოს არხის მაყურებლებო, გამომწერებო. დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია და დღეს გადავწყვიტე კიდევ ერთი ვიდეო გადავიღო. დღეს არის 18 ივლისი 2018 წლის. ვიყოფებით თეთრიწყაროს რაიონში. ალგეთის დინარი ალგეთის პირზე ადგილს 9 კუდას ეძახიან და აქ დამთავრდა უკვე ყველაფერი გადახმა თითქმის დავაგვიანე დაახლოებით 3-4 დღე კიდევაც 3-4 დღის წინ მინდოდა წამეყვანა და რაღაც მიზეზების გამო მოუცლელობის გამო ვერ მოახერხე ფუტკრის დაძვრა ადგილიდან და აი დღეს უკვე მობილიზება გავაკეთე ჩემი ტრანსპორტის, ჩემი მეგობრების, რომლებიც მომეხმარებიან და ერთად გადავიყვანთ ფუტკარს. მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩემი საუბრის თემა შეეხება თაბარობას და დავიწყებ იმით, რომ თუ მეფუტკრე ხედავს, რომ ყველაფერი გადახმა, აი თითქმის ასად აღარაფერი აღარ არის აქა-იქ არ დარჩენილი ყვავილები და დარჩენი სულ გამხმარია. კარგად მუშაობდა აი ამ ყვავილზე ბოლოს, როგორც ვიცი, ძირწითელას ეძახიან, მე მგონი ამ ყვავილს და დანარჩენის ყველაფერი გამხმარი იყო. წელს ცაცხმა გვიღალატა არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ საქართველოში და ლატვიელ მეფუტკრეს ვესაუბრე რამდენიმე დღის წინ გამოფენაზე შევხვდი და ლატვიელმა მეფუტკრემაც იგივე ანალოგიური მითხრა, რომ წელს ცაცხმა არ გაამართლა და ცაცხვის გამოყოფა არ ქონდა ლატვიაშიც კი. მოკლედ, როცა უკვე ვატყობ მე, რომ არანაირი მატება აღარ არის და ფუტკარს არაფერი აღარ შემოაქვს, უკვე ვკიდებ ხელს მე ჩემს საფუტკრეს და მე მაქვს აყვავებულ ახალ ადგილზე, სადაც ვთვლი, რომ იქ ნექტარის გამოყოფაა, ვთვლი, რომ იქ შეიძლება ფუტკრის აყვანა და გადაწყვეტილი მაქვს წავიყვანო გუდაურში აქედან ჩემი ფუტკარი და ამისათვის ვემზადებით. მოკლედ გავივლი ეტაპებს და გეტყვით, როგორ გეგმავ და როგორ ხდება, როგორ ვაკეთებ მე თაბარობას. მოკლედ ველოდები შებინდებას, მანამდე გამზადებული მაქვს ჩასაკეტად, საფრენების ჩასაკეტად გამზადებული მაქვს დაჭრილი, სწორად დაჭრილი ესეთი კუბკები და პირდაპირ საფრენთან მივდივარ შებინდებულზე უკვე. პირდაპირ საფრენთან მივდივარ და აი ვადებთ ასე და ასტამით ჭედავ ჩიგნით. всё. სკა იკეტება, ჩვეულებრივად ხისკებზეც ესეთივე მოწყობილობაა. იგივე ანალოგიური აყენია, აქ მაღლაც იგივეს ვაკეთებ. არის ზოგ სკებს და ზოგიერთებს აქვთ სკებზე ჩამკეტი მექანიზმი. აი მაგალითად, აი ამ სკას ქონდა ოდესღაც, მაგრამ ძველი სკა უკვე გამოვიდა, ამორტიზებული სკაა და დაკარგული აქვს რამდენი თაბარობით, რამდენიმეჯერ გამოხება დაკეტვით. აი ამას შემორჩენილი აქვს, მაგრამ გაჭედილია თითქმის. არ მოძრაობს ხოლმე და აი ეს ახლა მოძრაობს კარგად. ხანდახან ადინდგელებენ ხოლმე და მიჭირს მაგის გახსნა დაკეტვა და ძალიან ეფექტურად ხმარობ. მოკლედ აი ამ გუბკებს თითქმის ყველა სკასთან ბევრია და როცა წავალთ აქედან თითქმის მოსუფთავებულია ხოლმე, ყველაფერი გაკეთებული აქვს ყველა სკას. ასე გვაქვს ჩამწკრივებული კლებს შორის, სკებს შორის და მოკლედ დაუკეტავთ საფრენებს და შევალაგებთ ტრანსპორტზე. ერთი მეორეს მიყოლებით, ერთი მეორეზე ვაწყობ სკებს და მოკლედ ვცდილობ, რომ
მანქანა არ ჩავაქრო, რადგანაც მანქანას როცა ვიბრაცია აქვს, ესე ვიცი და ესე გამიგია და ესე მეუბნეოდნენ უფროსი მეფუტკრები ყოველთვის რომ ფუტკარი წყნარად არის. აი ერთ-ერთ ვიდეოში ციძახის ბატონი იუზა გიგაშვილი რომ მანქანა არ უნდა ჩავაქროთ, როცა ფუტკარს ვამთაბარებთ რომ ამ დროს როცა მანქანა დაქოქილია და თუნდაც გაჩერებულია ადგილზე, ფუტკარი წყნარად არის. მოკლედ დავტვირთავ ეხლა დღეს ამ ფუტკარს დავალაგებთ ლაფეტზე, დავალაგებთ სატვირთოზე, ფორდ ტრანზიტზე და დავიზრებთ აქედან გუდაურში. მე მიტომ მინდოდა მე თქვა ერთ-ერთი ვიდეო, იმიტომაც მინდა გადამეღო დღეს, იმიტომაც მინდოდა შევღებოდი ამ თემას. აი ეს ლაფეტი ავაწყობინე 6 თვის წინ გავიარეთ, დაახლოებით 6 თვის წინ აიწყო, იმიტომ რომ 8 აგვისტოს გაზდის ჩემ სატესტო ნომრებს ვადა. ანუ 8 აგვისტოს უნდა ჩავიყვანო და ავიღო ნომრები უკვე, გაფორმებული ნომრები. აი აგერამ მასზე დგას, ფეხზე დგას ლაფეტი და ალგეთის ხეობაში აი ეს ლაფეტი ზედ 40-ის კაიდო. დღეს ამაღამაც 40-კაც დაუდებ და გუდაურში წავიყვან აქედან როგორც აღმართები, ისე დაღმართებია. და მოკლედ აი ეს ფორდ ტრანზიტი ერევა და ძრავს და მიაქვს ამ მასზე რა ქვია, თაგორიან ადგილებზე. ხლა აქაც მთელი დაახლოებით 40 კილომეტრიანი მონაკვეთი, ძალიან აღმართებია, დაკიდული აღმართებია და მოდის ფორდი არ ქრება, პირველში მაქვს ჩაგდებული და ჩაქრობით არ ქრება, მაგრამ აი მეც მეორე სიჩქარეში გადატანის უფლებას არ მაძლევს. ამიტომ წვალებით ამოვიდა რამდენიმე ადგილზე, 3 ადგილზე დამჭირდა 1 კილომეტრიანი მონაკვეთის პირველი სიჩქარით გავლა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს მანქანა ამ ლაფეტს ათრევს ფორდ ტრანზიტი. გეყოლებათ ალბათ სახში ზოგს ზილი ყავთ, ზოგს გაზიკი ყავთ, ზოგს გაზელი ყავთ, ზოგს ჩემს ფორდზე ძლიერი ფორდები ყავთ და შეეცადეთ რომ აი ესეთი ლაფეტები გააკეთოთ. მე ახლა უფლება არ მქონდა რომ 6 თვის წინ ამ ლაფეტის გამძლეობაზე და არ გამძლეობაზე მელაპარაკა, მაგრამ ეს ლაფეტი უკვე გამოვიყენე. ამ ლაფეტმა უკვე თავისი სიტყვა თქვა, ამოვიდა აქ ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა არ ქონია, არც ერთ სკაში თაფლი არ ჩაქცეულა. დაბარობისას არის ხოლმე შემთხვევები, რომ იქცევა სკაში თაფლი, ჩარჩო ვარდება შიგნით, წყდება და ფუტკარი იღუპება, ამ გაღიზიანებული ფუტკარი, როცა თაფლს ჩაქცეულ თაფლს ასუფთავებს, ტემპერატურა იწევს გაღიზიანებისას და ფუტკარი იხარშება შიგნით, ბარტყიც იღუპება და მოკლედ ოჯახი იღუპება იმის გამო, რომ ჩარჩო ჩაწყდა. ძირითადად წყდება თაფლით სავსე ჩარჩოები, მთავრობისას გადავსებული თაფლით სავსე ჩარჩოები და ძირითადად ახალი ჩარჩოები წყდება. აი 90% თუ ჩამწყვეტია ჩარჩოები, წყდება ხოლმე ახალი იმ წელს აშენებული ჩარჩოები და უნდა შევეცადოთ ხოლმე რომ თაბარობის წინ იმ წელს აშენებული ჩარჩოები და თაფლით გადავსებული ჩარჩოები რაც შეიძლება ამოვაცალოთ და გამოწუროთ. მე ახლა სანამ აქ წამოვიდოდი სამთაბაროდ, გამოვწურე მაისის თაფლით ბარში და წამოვიყვანე აქ უკვე მოძლიერებული ფუტკარი, უკვე მაის თაფლი ამოცლილი ჰქონდათ და ესე გამიგია ბებერიმე ფუტკრებისგან, რომ ფუტკარი არ უნდა გააზარმაცო, თაფლი უნდა ამოაცალო და მე უფრო გამრჯეთ მუშაობსო და უფრო გაერჯებია რომ თაფლი მოიტანონო და სადღაც ვეთანხმები მათ მოსაზრებას და ასეც არის ხოლმე, კარგად მუშაობს ფუტკარი, როცა თაფლს ვაცლი ხოლმე. მოკლედ კიდე რა თემას მინდა შევეხო.
ხო, შეიძლება ჩარჩოების დამაგრებაც, ჩარჩოები რომ დაამაგროთ, ჭანჭიკებით ამაგრებენ ხოლმე, პირდაპირ თვითდამჭერი ესეთი შურუპებია, იმით ამაგრებენ ჩარჩოებს, რომ არ ითამაშოს, არ ელაყლაყოს, მაგრამ ჯობია რომ მთლიანად შეივსოს სკები. ანუ მთლიანად შევავსოთ, 10 ჩარჩოჩადის 10 ჩარჩოჩავდოთ, 12 ჩარჩოჩადის 12 ჩარჩოჩავდოთ. კიდევ რა მინდოდა მეთქვა. ნუ მოსაღამოდება, ეხლა უკვე საღამოა, როგორც კი შებინდებას დაიწყებს და ფუტკარი შეწყვეტს ფრენას, ჩვენ საფრენებთან მივასხავთ წყალს და უკვე შევქმნით იმის იმიტაციას რომ წვიმს და რამდენიმე წამში პირდაპირ მივაფარებთ ფუტკარს ამ ჩვენს წინასწარ მომზადებულ გუბკებს. აი ესეთი ადრე გახრეტილ ბოთლებს ხმარობდით წყლის მისასხმელად, წელს უკვე წელს და შარშან უკვე ეს ვიხმარე, ძალიან კარგად იტენება და მე პირდაპირ წყალს ასხავ საფრენებთან. აი ესეთი კარგი საშუალებაა და პირდაპირ უქმნით იმის იმიტაციას რომ გარეთ ცუდი ამიდია და გარეთ ჯოი ფუტკარი სულ შეფრინდა შიგნით. რა თქმა უნდა, ეხლა არ დაუკეტავ ამ სკას, იმიტომ რომ ჯერ ადრეა, ჯერ მზეა ჩასულა და მაინც აქ-აი შორს გასული გამრჯე ფუტკარი და მუღალე ფუტკარი მაინც წასულია და ეძებს სადღაც ღალას. და ამით არ მინდა რომ აქ დავტოვოთ ფუტკარი და დავასუსტოთ სამთავაროდ წაყვანილი ფუტკარი. სასკები. მოკლედ კიდევ მინდოდა შევხებოდი იმ თემას, რომ როცა აღარაფერი აღარ არის, ფუტკარი იწყებს ქურდობას, ვერ ახდის სკას, სკის ახდისთანავე იწყება ქურდობა. ეს ერთ-ერთი იმის მანიშნებელია, რომ გარშემო ღალა აღარ არსებობს, როცა სკისას ახდისას, როცა ქურდობა იწყება საფუტკრეში, იქ უკვე ჯობია რომ ჩვენი ფუტკარი წავიყვანოთ და გადავიყვანოთ ადგილიდან მომთაბაროთ. სადმე მაღალმთიან ადგილში წავიყვანოთ, მე ყოველთვის ასე ვაკეთებ, არ მიღირს ადგილზე გავაჩერო ფუტკარი და გამოვკვებო მაძლეო სიროფი, უსხა შიგნით შაქრიანი წყალი, გავაკეთო ჯერ ერთი ფალსიფიცირებული თაფლი, ვაწარმოო, მეორეც გავაღიზიანო საფუტკრეში ფუტკარი, რომელსაც დაიქცევა ეს სიროფი. ახლა როცა ვაკეთებთ ხოლმე პატარა პაკეტებს და ძირითადად აქ კიდევ რამდენიმე ათეული სკა მაქვს, სადაც პაკეტები მაქვს მოთავსებული და ამ პაკეტების გამოკვებისას თავიდან პირველი 2-3 დღე, როცა პაკეტებს ჭირდებათ მიხმარება, სანამ გარეთ მფრენი ფუტკარი გამოვა და წყალზე გავა და ხალაზე გავა, მანამდე ვეხმარები ხოლმე მე ინვერსირებულ სიროფით ფუტკრის ოჯახებს და არ მინდა რომ და მამ დროს იქცევა ეს სიროფი, ისე ვერ ჩაუდებ, ვერ მისცემ ფუტკრის ოჯახს და პირდაპირ იწვევს ქურდობას. ეს არის ერთ-ერთი მე ფუტკრის მიერ დაშვებული შეცდომა, როცა ღალიანობა დამთავრდება ადგილზე, ფუტკარს არ წაიყვან არსად, დატოვებ ადგილზე და დაუწყებ სიროფით კვებას. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ცოტა მეფუტკრე აკეთებს, მეტი წილი მეფუტკრეებისა ფუტკარს ამთაბარებს, ფუტკარი გადაყვავს ერთი ადგილიდან მეორეში, რომ ვაწარმოოთ სუფთა და ნატურალური თაფლი. ვცდილობთ რომ გზებიდან მოვაშოროთ, ახალი ტენდენცია წამოსული ტყუის შემცველობა გამონაბოლქვში და წინა წლებში თუ გზის პირზე ყვავდა ხოლმე ფუტკარი, წელს უკვე გარშემო არსად არ არის, ისე მაქვს განლაგებული საფუტკრე, გარშემო მანქანის ნასახიც არ არის, ისე
ისეთ ადგილზე მოვიყვანე ბოლოს და ბოლოს ფუტკარი და ნუ ამასაც უნდა შევეცადოთ, უნდა ვეცადოთ რომ ესე გავაკეთოთ და ამთავაროთ ისეთ ადგილებში, სადაც გზის პირები არ იქნება და ესეთი გამონაბოლქვისაგან, ნუ შეიძლება ფუტკარი საერთოდ და თაფლი შეიძლება არც მინძურდებოდეს გამონაბოლქვის შედეგად ტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა ჩვენი ყიდველი და როცა ჩვენი თაფლის მომხმარებელი აქცევს ამას ყურადღებას, მე გირჩევთ რომ ისედაც ნდობა გვაქვს მეფუტკრეებს დაკარგული ყველა წლების განმავლობაში, აი ათეულობით წლების განმავლობაში ერთი უმეტეს შემთხვევაში სოფლის თავში ცხოვრები მეფუტკრე, სოფლის ბოლოში მცხოვრებ მეფუტკრეზე იძახდა რომ შაქარს საჭმევს და იმისგან თაფლი არ იყიდოთ. აი ძალიან დიდ რისხვას მივიღებ ეხლა მე ამ სიტყვებით მეფუტკრეებისგან, მაგრამ არ შემიძლია რო არ ვთქვა და გეუბნებით მეფუტკრეებმა რომ დავკარგეთ ნდობა ხალხში, ეს გამოწვეულია ისევ ჩვენი მეფუტკრეებისაგან, რომლებიც მე თვითონ შევსრები ვარ მეფუტკრეებს, რომლებიც შევდივარ სოფელში და მეუბნება რომ აი ეს თაფლი მე სუფთა თაფლს ვაწარმოებ და ჩემს ზევით რომ ქრისტე ცხოვრობს მეფუტკრე, ის შაქარს საჭმევს ფუტკარს. და ზემით რო ავდივარ ქრისტოსთან, ქრისტე მეუბნება გრიშაზე, რომ გრიშა შაქარს საჭმევს და შენი მისგან თაფლი არ აიღო. მოკლედ გამოდის რომ არც ყიდველი არც გრიშასგან იღებს ბოლოს თაფლს და არც ქრისტოსგან და რჩება ორივე გრიშას და ქრისტოც თაფლის ყიდველის გარეშე და მოკლედ ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ როგორმე მეფუტკრეებმა ჩვენი სპეტაკი მუშაობით, ჩვენი სუფთა მუშაობით დაუბრუნოთ ჩვენ სფეროს ნდობა, აღვიდგინოთ ხალხში ნდობა და ნელ-ნელა ჩვენი შემოსავლები გავხადოთ სტაბილური. მე არ ვთვლი არც ერთ მეფუტკრეს ჩემს კონკურენტად, მინდა რომ ყველა მეფუტკრემ მიაღწიოს წარმატებას, ვინც გულით მიყვება ამ საქმეს, ძალიან დიდი შრომაა ჩასადები ამ საქმეში, ძალიან დიდი ენერგია, ძალიან დიდი ენთუზიაზმია ჩასადები ამ საქმეში, მაგრამ ვინც გაწირავს თავს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვინც გააკეთებს ყველაფერს ამ სფეროში, რაც გასაკეთებელია, დამიჯერეთ რომ წარმატებას მიაღწევთ. მე ვერ გეტყვით რომ ყველანაირად წარმატებული მეფუტკრე ვარ, მაგრამ საკმაოდ კარგად მაქვს მოწყობილი საფუტკრე მეურნეობა, ვამთაბარებ, სკებსაც ჩემი ხელით ვაკეთებ, რეალიზაციასაც ვუკეთებ ამ სკებს, მაგრამ შევწყვიტე, ხო, მინდა გითხრათ რომ სკების რეალიზაცია შევწყვიტე ისევე როგორც დედების რეალიზაცია, იმიტომ რომ ამ გაზაფხულს ერთ-ერთი შეხვედრისას ასე მეფუტკრეებთან ესეთი ინფორმაცია მომივიდა რომ მე ამ ვიდეოებს იმიტომ ვიღებ რომ დედაფუტკრები გავყიდო და წელს თუ დამიჯერებთ არც ერთი დედაფუტკარი არა ერთი დედაფუტკარი გავყიდე წელს, ერთადერთი დედაფუტკარი გავყიდე. არც ერთი დედაფუტკარი არ გამიყიდია ამ ერთადერთი დედაფუტკრის გარეშე. ისიც ერთ-ერთმა ხან შესუნა ქალბატონმა მთხოვა, მთაში ყავდა და შვილი ყავდათ გამოგზავნილი და ნუ აი გავატანე რუსთავიდან, ისე არ გავგზავნე დედის გარეშე. შევწყვიტე დედების გამოყვანაც, გასაყიდი დედების გამოყვანად და შევწყვიტე თერმული სკების წარმოება სხვებისთვის. ნუ ჩემთვის ვაწარმოებ, ეხლაც აგერ მილაგია, მაღლა ლაფეტზე მეორე სართულზე, არ ვალაგებ მეორე სართულზე სკებს, იმიტომ რომ ეს უნდა ჩამოვცალო გუდაურში რო ავალ და ქუთაისში უნდა ჩავიყვანო ტესტ ნომრების მოსახსნელად და ნამდვილი ნომრების მისაყენებლად და აი აგერ მილაგია, ახალი გამზადებული, ჩემი საფუტკრისთვის, სულ ახლად ახალი სკები მიწვია, არც იგინდან გამოკრული არ მაქვს არაფერი, გამზადებული მაქვს რომ გუდაურშიც ვაპირებ ამ ოჯახების გაყოფას და ვამზადებ ჩემთვის, შევწყვიტე გაყიდვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მეფუტკრეს რომლებმაც წაიღეს ჩემგან სკები, შარშან ფუტკარმა დაუზიანა შიგნიდან სკები და როცა ეხლა საქართველოში ადამიანი გაჭირებული მეფუტკრე სიხდისკაში და იმას ფუტკარი უზიანებს,
ძალიან ცუდი სიტუაციაა, ძალიან ბევრჯერ უხერხო მდგომარეობაში ჩავარდი, ზოგს გაურემონტე ესკები, ზოგს გამოვართვი და მასქენი გაუკეთე ესკები და მოკლედ შევაჩერე ამ სკების წარმოება, შიგნიდან ყიდი მხოლოდ და მხოლოდ შიგნიდან ფანერა აქვს, ორივე სართულზე ხიძირებია და გააქვთ აზერბაიჯანში ადგილობრივ ბაზარზე ესკებს აღარ ყიდ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვიღაცას ვაფიქრებინო და ვათქმევინო რომ აი ეს ვიდეოები იმიტომ გადაიღო ამდენს, იმიტომ დადის ამ შეხვედრებზე და იმებზე რომ რაღაც თავისი პირადი ინტერესები მაქვს. აი გაიხარეთ ხალხო, ვინც ჩემზე ასეთ მოსაზრებებს გამოთქვავდით, აღარც სკებს ყიდი და აღარც დედებს ყიდი და იქნება რამე მოიფიქროთ ახალი, რისთვისაც მე ვიდეოებს ვიღებ. და მოკლედ სულ ეს მინდოდა დღეს მე თქვა. შემდეგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ უკვე გუდაურიდან. ამაღამ ერთ ნაწილს წავიყვან აქედან, ხვალე გადავიყვან უკვე მაღლა წალკაში, რაც მყავს იმ საფუტკრეს წავიყვან გუდაურში თუ შევძერი ხვალე და დღეს აქედან 80 სკის წაღებას ვაპირებ. ლაფეძეში პირველ რიგში დაეტევა 40 სკა, იმიტომ რომ აი ესე 10 სკა ეტევა თუ ორევთ, აი აგერ 4 7 10 სკა ეტევა ერთ რიადზე, იქითაც 10 და შუაშიც ისე მაქვს მოწყობილი რომ ჩადის 10 სკა. 40 აქ დაეტევა და 45 დაეტევა მანქანაზე. 15 ცალი ეტევა თითო რიგზე და მიდის 3 რიგი სპეციალურად მაქვს მაღალი საბარგული შეკრული, რომ აქ წავიდეს 45 სკა სიმაღლეში, ერთსართულიანებზე მაქვს საუბარი და ეს საკუჭნაოები დაიდება შუაში, გასავლელში დაელაგდება ლაფეთში და იქნება 85 სკით უნდა დავიძრა აი ამ ფორდით, არ აქვს ტურბინა, უტურბინო ფორდია, საკმაოდ სუსტია, აღმართებში ძალიან უჭირს და მეც წვალობ, სკამზე ვხტუნაობ ხოლმე რომ წავიდეს, თვითონაც წვალობს და მოკლედ არ ვღალატოთ ერთმანეთს, ავდივართ ბოლომდე. აი მე წეღან საუბრობდი, გიჩვენოთ, გააკეთებინოთ ესეთი ლაფეტები, ხო არც ამ ლაფეტებს არ ვამზადებ და არც ჩემი ძმაკაცები არ არიან, ვინც ეს ლაფეტი დავამზადებ, ვისაც ეს ლაფეტი დავამზადებინე, მის მერე კონტაქტი არ მქონია, იმიტომ რომ არც მე მეცალა და ალბათ არც ითონ ცალიათ, არც მანამდე ვიყავით მეგობრები, თუმცა ძალიან კარგი ხალხია, ძალიან კარგად დამიმზადეს ეს ლაფეტი, ძალიან კარგად გააკეთეს ყველაფერი, ძალიან გმაყოფილი ვარ, სადაც წავედი და წამოვედი ამ ლაფეტით, არ უღალატია და იმედი მაქვს დღესაც გუდაურში ავალთ და ძლევამოსილი ის გვექნება, თაბარობა გვექნება. მოკლედ კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო გამომწერებო, არხის მაყურებლებო. ხო კიდევ მითხრეს რომ რაღაცა 1000 გამომწერის შემდეგ მე რაღაცა თანხები ჩამერიცხება და ძალიან გთხოვთ რა, მაგაზენ ვავალაპარაკებთ ხალხს და აი გამოწერებიც გააუქმეთ ხოლმე რომ 1000 არ ავიდე რა. მოკლედ ეხლა ნელ-ნელა უკვე შებინდება და დავიწყებთ სკების დაკეტვას. სკებს დავუკეტავთ და შემდეგ უკვე დავალაგებთ, როგორც გითხარით, 40 სკა აქ, 45 სკა იქ დაალაგდება ნელ-ნელა უკუსლით გავიყვან, იქით ჩავაყენებ იმ ხარეს და დავიზრევით ამ აღმართს ავიყვან, ამ აღმართს ავალ და უკვე როცა ტრასაზე დავდგები და გავივაკებ, მერე უკვე გუდაურის აღმართებამდე აღარაფრის აღარ მეშინია, თუმცა შორი გზაა და ასე ვფიქრობ, რომ გამთენიისას სავალთ გუდაურში. არ დაიზაროთ მთაბარობა, დამიჯერეთ, რაც არ უნდა ყვებოთ ადგილზე ფუტკარი, არ არსებობს იმდენ შაქარს მაინც ვერ აჭმევთ ფუტკრის ოჯახს რომ ეყოს და თქვენთვისაც დაამზადოს თაფლი. ის თაფლი არ იქნება, რომელსაც ადგილზე გამოყვებავთ შაქრით. მე ესე ვთვლი, ადგილზე გაჩერებული ფუტკარი და რომელსაც შაქარს აჭმევენ, სიროპს აჭმევენ, ეს რა თქმა უნდა ეს არის ფალსიფიკაცია და თუ ადგილზე გააჩერებ და შაქარს არ აჭმევ ფუტკარს, ცოდოა, შენ ცოდო ხარ, იმიტომ რომ ფუტკარი ცდება და კი ამოიღებ ნატურალურ თავს, მაგრამ მცირე რაოდენობით თვითონ ფუტკარიც ხო მიირთმევს ყოველდღიურად. წყდება, კვერცხდება,
დედა წვიტავს წვეთს კვერცხდებას ანუ განვითარებას და ნაადრევად იწყება ოჯახში ზამთრისათვის მზადება, მამლებს რეკავენ. აი ყველას კაში დღესდღეობით მე ყველას კაში მყავს მამალი ფუტკარი, ჯერ არსად არ გამოურეკიათ, არსად არ არის გამორეკილი, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ რომ ფუტკარი ვამყოფო ღალაში. Ну, ძლიერი ღალა აქ არ შეგხვდა, აქ ვიღალატად საცხომა, უკვე მე რამდენად ვიმეორებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მამალი ფუტკარი ადგილზეა, ყოველ შემთხვევაში თაფ სკები უკან არ წასულა, მინდვრის ყვავილებზე იმუშავეს, იყო რაღაცეები კიდევ, რაზეც კარგად იმუშავა აქ ფუტკარმა და მოკლედ არ ვარ უკმაყოფილო, რუსთავში და გარდაბარის ნაკრძალში გაჩერება, სადაც ახლა გადამხმარია ყველაფერი, აქ ჯობდა და აქ პაკეტები მაინც გავაკეთე და ვიცი რომ თაფლი აქვს შემოტანილი საკმაო რაოდენობით და როცა ავიყვან მასში გუდაურში გაყოფასაც შევძლებ იქ და ბოლოს აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში დარწმუნებული ვარ რომ თაფლსაც გამოუწურავ წელს გაზაფხულზე გაკეთებული პაკეტებიდან და ივნისში გაკეთებული პაკეტებიდან, იმიტომ რომ ძირითადად 7-8 ჩარჩოზე ვტოვებ ხოლმე მე ფუტკარს, როცა გარდაბანის ნაკრძალში ჩამყავს და რუსთავის ტყეპარკში, იმიტომ რომ იქ არის სურო ყვავის და ბოლო ჩარჩოებს გამოწურულებს ულაგებ და იქში აქვს სუროს ნექტარი და მალე თუ არ გამოუწურე ეს სურო, შაქრდება მალევე კრისტალდება, ანუ მასში ჩარჩოებში კრისტალდება ეს და მე ჩარჩოც გამოუსადეგარი ხდება და ჩარჩოს თუ არ ჩაუტოვებ და მეორე გაზაფხულზე და მეორე ზაფხულში უნდა იწვალოს ფუტკარმა და იქიდან ამოიღოს ეს ჩამხმარ ჩაკრისტალებული თაფლი. თუმცა რაც რჩება ხოლმე, რასაც ვერ უწურავ, ახლა ადგილები არის, სადაც ბუდის ჩარჩოები ბაცმაქვს ხოლმე ჩატოვებული, იქაც თუ შეიტანეს პატარა ზოლზე, იმას ტოვებ ხოლმე, აღარ უწურავ და გაზაფხულზე იმას რა ქვია გაზაფხულზე იმ თაფლს უკვე ასველებენ, წყლით ასველებენ და უკვე როგორც კანდი ისე იღებენ ამ სუროს, მაგრამ 7 ჩარჩო, 8 ჩარჩო ყოველთვის უნდა დაუტოვოთ ხოლმე დაზამთრებისას ნორმალურ ოჯახს. ეს არის მინიმალური რაოდენობა, რომ 20 კილოგრამი მინიმალური რაოდენობა, რომ ფუტკარმა გამოიზამთროს. ну მეტი რაც არის ახლა 3 ზევით 8, 9, 10 კარგად გადაბეჭდილ ჩარჩოებს, რომელზეც ფუტკარს გაუჭირდება ზამთარში დაჯდომა, ეს ვიღებ ხოლმე და უწურავ პირველი სართულიდანაც კი. რომ რაღაცა შემოსავალი მაინც ავიღო ხოლმე იმ წელს გაკეთებული პაკეტებიდან და მე სამომავლოდ უკვე გაზაფხულისთვის, როცა უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ ფუტკარს გაზაფხულზევე ინვერსირებული სიროფით მოვაძლიეროთ გამოზამთრებული პაკეტები, უკვე ჩვენ აღარ უქმნით პრობლემას საკვების არქონაზე, სიმცირეზე და უკვე ძლიერად ვახვედრებთ საფუტკრებს გაზაფხულზე. მოკლედ ეს იყო სულ ვეღარ დავამთავრე ეს ვიდეო, ძალიან ბევრი სათქმელი დამიგროვდა და რამდენჯერმე ვთქვი, ეს იყო სულთქო და მაინც ვაგრძელებ. დაგემშვიდობებით ბოლოს და ბოლოს მოვახერხებ და გეტყვით რომ აი აქ უკვე ფუტკარმა დაიწყო სკაში შესვლა ისე რომ ვაკვირდები და აღარ გამოდიან, იმიტომ ცოტა აცივდა კიდეც და მოკლედ 9 საათში დაახლოებით დავიწყებთ უკვე სადებას სამთაბაროდ. წყალს მივასხავთ, გუბკით დაუკეტავთ სკებს, საფრენებს და შევალაგებთ პირდაპირ მანქანებზე. მანქანებში ვალაგებთ პირდაპირ ჰორიზონტალურად მიმართულებას. მე ესე ვალაგებ ხოლმე ზოგი ძახის რომ საპირისპიროდ უნდა იყოს ჩარჩოები, როგორც არის მოძრაობის საპირისპიროდ, მაგრამ მე ვალაგებ მოძრაობის პირდაპირ, ანუ არ მინდა რომ ისე ჩალაგდეს რომ დატორმუზების დამუხრუჭებისას ჩარჩოებმა აი ესეთ მდგომარეობაში ქანქარონ და შიგნით ჩაუწყდეთ ჩარჩოები და აქეთ და იქით ცოტა ნაკლებად მოძრაობს ჩემი ლაფეტი და ჩემი მანქანა. წარმატებულ სეზონს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე გეტყვით წინ
მთელი ივლისი და აგვისტო გვაქვს და ყველას გიჩვენთ რომ და სექტემბერი კიდევ დასავლეთ საქართველოში შეიძლება ოქროს კეპლაზე მთავრობა და აღმოსავლეთ საქართველოში სუროსადაც არის მასიურად იქ მთავრობა შეგვიძლია კიდევ. მოკლედ მეფუტკრეებისთვის წინ ჯერ კიდევ მთელი თვენახევარი და 2 თვეზე მეტია სამუშაო და სამთავრობო. კარგად ბრძანდებოდეთ და მშვიდობიან და ბარაქიან წელს გისურვებთ.